The Magician არის დიდი არკანის Major არკანის პირველი კარტი. სულ არის 22 მთავარი კარტი და ერთ-ერთი მათგანი არის The Major ნომერ პირველი. ეს კარტი ასახავს ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, მის ხალხ არსებული უნარები გამოიყენოს და აქვს ამისთვის ყველაფერი თან. დევიზი ამ კარტის შეიძლება იყოს ასეთი, რომ შენ ხელშია ძალა და შენ შეგიძლია შექმნა შენი ხელით შენთვის სასურველი რეალობა. ხედავთ, რომ პიროვნებას აქვს ერთი ხელი მაღლაც, ისკენ აღმართული, ხოლო მეორე ხელი კი ძირ, მიწიერი, მატერიალური სამყაროსკენ. ეს შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ნებისმიერი ზეციური ძალები შეგვიძლია ჩვენ მატერიალურ სამყაროში გადმოვიტანოთ და ვაქციოთ რეალობად. მატერიალიზაცია გავუკეთოთ მას. თავზე არსებული უსასრულობის სიმბოლო შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ეს არის სიმბოლო უსასრულო პოტენციალის, იდეების და ენერგიის მარადიულობის. ასევე მიუთითებს გონებრივი კონტროლისა და კონცენტრაციის უნარზე. ასევე საყურადღებოა, რომ მაგიდაზე გვხვდება 4-ვე ელემენტი, როგორც თასები, ისე ხმალი, ჯოხი და მონეტა, cups, swords, wands and pentacles. ესენი ერთად წარმოადგენენ სრულ სპექტს ადამიანის გამოცდილების და თვითონ ჯადო ქარს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოს. ასევე ვხედავთ ყვავილებს, ვარდებს, რომელიც არის ნების, სურვილისა და ფიზიკური სამყაროს სიმბოლო და შროშანები, სიწმინდის, სულიერებისა და სისუფთავის. ესენი კი ერთობლივად გამოხატავენ ბალანსს სულიერ და მატერიალურ სფეროებს შორის. ასევე თეთრი და წითელი მოსასხამი აქვს, წითელი მოსასხამი აქვს აღნიშნულ პიროვნებას, შემოსილი არის იგი ამ ფერებში, თეთრი სიწმინდის და ზოგადად სისუფთავის სიმბოლოა, წითელი კი ნების, მოქმედებისა და ძალის. პოზიტიური კუთხით, ჩვეულებრივ მოგონებაში მყოფი კარტი ნიშნავს, რომ წარმატება შესაძლებელია მივაღწიოთ, შესაძლებლობები ძალიან ბევრი გვაქვს და უბრალოდ ამის გააზრება და სწორად გამოყენება გვჭირდება. ასევე გვჭირდება მიზანზე კონცენტრირება და უშუალოდ მოქმედება. ხოლო თუ კარტი არის ამოტრიალებულ ვარიანტში, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ის იყოს მანიპულაცია, მოტყუება, ილუზიები, ძალების, უნარების არასწორად გამოყენება, უნარების არარსებობა, დაბნეულობა, არასწორი ინტერპრეტირება. საკვანძო ფრაზები შესაძლებელია იყოს, რაც გინდა, ის შეგიძლია. ყველაფერი არის შენს ხელში, მიიღე ინიციატივა და გამოიყენე შენი ძალა. სასიყვარულო კუთხით თუ ურთიერთობაში არ ხართ, შესაძლებელია გამოჩნდეს ახალი კავშირი, რომელიც იქნება ქარიზმატული, რომელიც გასწავლით ბევრ რაღაცას, თუ მოგწონთ, შეგიძლიათ უთხრათ ამ ადამიანს, რადგანაც ეს კარტი მოქმედების მხრივ მიანიშნებს, რომ იმოქმედე, უთხარი თუ მოგწონს, ქარიზმატული ადამიანი იქნება, მომხიბვლელი, ჭკვიანი და მიზან დასახული ის, ვინც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ხოლო თუ ურთიერთობაში ხართ, მაშინ ურთიერთობები გაღრმავდება, უკვე არსებული ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, ან ერთმანეთის გაძლიერების ფაზაში გადადიხართ, როცა ერთმანეთს აძლიერებთ და შეგიძლიათ ერთად შექმნათ რაღაც მნიშვნელოვანი. ხოლო თუ სიყვარულის მხრივ ეს კარტი არის ამოტრიალებულ ვარიანტში, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ეს არის მანიპულაცია, ურთიერთობაში შეიძლება რომ რაღაცას მალავდეთ, მოტყუება და ილუზია და არაწრფელი გამოხატვა გრძნობების. ნამდვილი კომუნიკაცია გაკლიათ ურთიერთობაში, თუ ეს კარტი ამოტრიალებულია. თუ კარიერის მხრივ გვაინტერესებს იმ შემთხვევაში, ყველა საჭირო რესურსი არის შენ ხელში. უბრალოდ უნდა იდეალურ დროში არჩიო ინიციატივის ასაღებად და მოქმედებისთვის. პოზიტიური ნიშანია იმ მხრივ, რომ ახალი შესაძლებლობებს ნიშნავს, შესაძლებელია წინ გელოდოს ახალი სამსახური პროექტი ან იდეა. კარგი უფრო არის ასევე ლიდერობისთვის, შესაძლებელია დაიწყოთ საკუთარი საქმე, ან გადახვიდეთ მენეჯერ პოზიციაზე. კარტი ამბობს, რომ მზად ხარ, შეგიძლია ეს გააკეთო, გადადგი პირველი ნაბიჯი. ფინანსური კუთხითაც კარგი კარტი არის, შესაძლებელი არის ფინანსური შესაძლებლობების აქტიური გამოყენება და ახალი იდეებზე მოქმედება, შენი უნარები და გონიერება კი დაგეხმარება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შესაძლებელია მოიწიო ახალი შემოსავლის წყაროები, დაიწყო ახალი ბიზნესი, გონივრული ინიციატივები წამოიწყო, დაგეგმო ანალიზი, რაც მოგიტანს მეტ შემოსავალს, თვით დასაქმებად შესაძლებელია დაიწყოს, შესაძლებელია საკუთარი სტარტაპი.
და მოკლედ ფინანსების მხრევის კარტი გვეუბნება, რომ შენ შეგიძლია ფულის მართვა ისე, რომ მოგებაზე იმუშაო, უბრალოდ შენი უნარები უნდა გამოიყენო სწორად. ამოტრიალებულ ვარიანტში გენიშნავს დაუბალანსებელ ხარჯებს, მოულოდნელ ფინანსურ მანიპულაციას, შესაძლებელია ფული დაკარგო, არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, დაუფიქრებლობა. მოკლედ ამოტრიალებულ ვარიანტში ამ კარტს როგორც ხვდებით, არ აქვს კარგი მნიშვნელობები, ხოლო საწყის ანუ ჩვეულებრივ ვარიანტში ძალიან კარგი მნიშვნელობები აქვს. გვანიშნებს, რომ დავიმოქმედოთ, რომ ჩვენი დრო არ ყველაფერი გამოგვივა, რომ ყველა რესურსი არის ჩვენს ხელს. ჯანმრთელობის მხრივაც კარგი კარტი არის. თუ შენ მოინდომებ, შენ ორგანიზმს შეუძლია აღადგინოს ენერგია და ბალანსი. საჭიროა ბალანსის აღდგენა, კარგი დრო-ვარჯიშის დასაწყებად, ფიზიკურ სულიერ მდგომარეობაზე თვითონ მოქმედებს შენივე ფიქრები და შენივე დამოკიდებულება. უარყოფითი ვარიანტი, უარყოფითი მნიშვნელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ კონდეს, თუ კარტი ამოტრიალებული იქნება. ეს ნიშნავს ენერგიის დაცემას, რომ ენერგია აღარ გაქვს არასწორ თვითმკურნალობას, ბევრ სტრესს, რასაც ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. მოკლედ ამოტრიალებულ ვარიანტში ცუდი მნიშვნელობა აქვს ამ კარტს. თუ რაღაც ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებას ფიქრობთ და ვერ გაგიგიათ რა არჩევანი გააკეთოთ და ამოგივიდეთ ეს კარტი არა ამოტრიალებულ, არამედ სწორ ვარიანტში, აუცილებლად გეუბნებათ ეს კარტი, რომ შენ ხარ მოქმედი პირი, შენ შეგიძლია სიტუაციის პრობლემა, ყველაფერი შენ წინ არის და პოზიტიურად განვითარდება ყველაფერი თუ შენს ესე იგი არსებულ რესურსებს, რაც თან გაქვს და რაც საკმაოდ ბევრი გაქვს, სწორად გამოიყენებ, სწორ დროს. მოусმინე შენს შინაგან ხმას, გაყევი შენ შინაგან ძალას და ეს კარტი არა მხოლოდ გონებას, არამედ ინტუიციასაც ასახავს. შენი ინტუიცია არ ცდება, რასაც ფიქრობ და როგორც ფიქრობ, რომ ესეა სწორი, გააკეთე ეგრე. სასიყვარულო კუთხითაც ძალიან კარგი კარტი არის, უბრალოდ მხოლოდ მაშინ უნდა იყო ფრთხილად, თუ ეს კარტი არის ამოტრიალებულ ვარიანტში. ამ შემთხვევაში პოტენციური მანიპულატორი იქნება შენს ობიექტში. ძირითადი ფრაზები ამ კარტის ასეთია. გააქტიურე შენი შინაგანი ძალა, შენ შეგიძლია შექმნა შენი წარმატება, გამოიყენე შენი რესურსები გონივრულად, აღედგინე ენერგია და ბალანსი, იყავი გულწრფელი და ყურადღებით დააკვირდი სხვებს, დრო ის ცოდნა, რაც გაქვს პრაქტიკაში გამოიყენო და მხოლოდ ცოდნად არ დარჩეს და ასევე მნიშვნელოვანია დაალაგო პრიორიტეტები და ისე დაიწყო საქმე.